მე მგონი არ უნდა ჩავიდეთ აქ, ალექს. აი ვაუ. რა ვქნათ? უყური მასი. როგორც იქნა დავბრუნდით. ცოტა პაუზა გამოგვივიდა. რაღაც ობიექტური ვიზიტების გამო, მაგრამ ამ საქმეს მაინც არ დავანებებთ თავს. როგორ ხართ? კარგად. შენ არა, მე მაყურებელს ვეკითხები, შენ ვიცი რომ კარგად ხარ. მაგრამ კარგად ვართ, იმიტომ რომ წამოვედით თბილისთან ძალიან ახლოს, სოფელ ბოდორნის მიდამოებში, დღეს მიმოძრავებთ დუშეთის რაიონში ძირითადად და მივდივართ საოცარ ადგილებში, რომელიც ჯერ არ გვაქვს ნანახი და მხოლოდ გზიდან ვუყურებდით ხოლმე სულ. ვჭობდით, არის თუ არა შესაძლებელი იქ ასვლა და დღეს საეხდება ამას ფარდა. ანუ სად არის, რა ადგილზე ვიძახით, იცით, მოგეთ დუშეთის რაიონი ბევრმა იცით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანი მინიმუმ ანანურიან გუდაურისკენ საფანწმინდაში იქნებით დამყოფი. გზაზე დუშეთის მხარეს კლდეში ჩანს გამოქვაბულები. და გარდა ამისა არის ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესია და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა და მოგეთ ჩვენ ამ ყველაფერს ახლა დღეს მოვიკვლევთ, ნახავთ და თქვენს გაჩვენებთ. წავედით. სავარაუდოდ 1-2 ქურთუკი კიდევ შეეწირება. შენ გვინდა ეკალ გამძლე ქურთუკები. ბოდორნის ღვთისმშობელი, აი ეს არის ეკლესია, ძალიან ლამაზი გუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც ხედავთ ახლა კამერაში და გზიდანაც ჩანს და საკუთარ საინტერესო ადგილას მოვედით, მაგრამ ინფორმაცია რაც ვნახეთ ამ ეკლესიაზე გვაქვს შემდეგი, რომ აქ ყოფილა ტაძარი, სავარაუდოდ პატარა ტაძარი, როგორც მთისთვის დამახასიათებელი სავარაუდოდ. ხოლო მე-18 საუკუნეში 1717 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და ქაიყუბად კობიაშვილს, რომელიც ყოფილა საღვთო-ხუცესი, აღუდგენიათ ეს ეკლესია და თავისი გუმბათი დაუშენებიათ და შემდგომში 1912 წელს კიდევ განახლებულა. საიდან ვიგებთ ამ ინფორმაციას? აქ არის წარწერა სამხრეთის კედელზე, სხვათა შორის აქედან იყო ადრე ცენტრალური შემოსასვლელი, ახლა შემოსასვლელი არის იქიდან მხრიდან და წარწერა არის უკვე მხედრულით შესრულებული, რაც მარტივად წასაკითხია და აქ არის დედაო ქრისტეს ქალწულმა მარიამ მეოხმქმენ მე არაგვის ერისთავშვილ ნინო წმინდელს მიტროფანეს, აი მიტროფანეს ნახსენებია ჩემთან მშრომელს კობიაშვილს საღვთო-ხუცესს. ანუ ოჯახის წევრებია მიტროფანე, ნინო, მარია, ეს არაგვის ერისთავის ოჯახია ეს, ერისთავების ოჯახია, ხოლო შემდგომში გვყავს უკვე კობიაშვილი, საღვთო-ხუცესი ქაიყუბად. აი სახელით აქედან გავიგეთ და ხედავთ. რომელმა განმაახლეთ ტაძარი შენი ბოდორნასი, რომელ დარღვეული იყო ჟამთას გრძეთაგან. და მე შემდეგ წერია რომ ის გარდაიცვალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ, საკმაოდ მრავლისმეტყველო წარწერა ვიგებთ აქედან არაგვის ერისთავების ოჯახის შესახებ, მოსცენებულია ნინო, მიტროფანე და მარია და შემდგომში საღვთო-ხუცესი, რომელმაც ეს აუშენებია. და აი აქედან შემდგომს როცა უკვე აღდგა და მე უკვე ახლა თამდურ გაახლებულია, უკვე გაკეთებული აქვს ეს შესასვლელი უკვე დასავლეთის მხრიდან. მაგრამ ტაძარს ორიგინალში ჰქონდა შესასვლელი სამხრეთის მხრიდან. და იმდენად ახლოს არის ეს ადგილი თბილისთან. ჩვეულებრივად აი ბაზალეთის გადასახვევიდან ამოდის დაახლოებით 3 კილომეტრნახევრიანი გრუნტის გზა, პრინციპში ჩემი მანქანით კროსოვერითაც, ჩვეულებრივად ამოვა ადამიანი. ეხლა წვიმიანამით შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ თბილისთან ახლოდ ნახევარ საათში ხართ ამ ადგილზე. ანუ
მოვიდეთ და ჩვენი მოსვლით აქ, მაგრამ ერთი მომენტია, ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა და დავრეკეთ, აი აქ არის მღვდელი ვლადიმერი, მისი ტელეფონი და საკმაოდ გულისხმიერად გამოგვეხმოვრა, ისიც გითხრა რომ შემიძლია 9 საათში 40 წუთში ამოვიდეო, მაგრამ ახლა არ შევაწუხებთ, ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენ გადაღებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბოდორნის მაცხოვრის ხატი, რომელიც ტაძარში ესვენა 1926 წლამდე. ეს სიწმინდე მას შემდეგ ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაცხოვრის ხატი ქართული ლითონქანდაკებლობის მე-16 საუკუნისთვის დამახასიათებელი ნიმუშია. ხატი წმინდა ნაწილებიანი იყო. დაფა მაცხოვრის გამოსახულებით სანაწილის ხუბს წარმოადგენს. ხატის ხის საფუძველში შიდა მხარეს წმინდა ნაწილების ჩასაბრძანებლად ჩაკვეთილია გოლგოთის ჯვარი. აი ცოტა ზევით ამოვძვერი, ირინე ქვევით დარჩა და ვართ ძებნაში ზედა გამოქვაბულების, მაგრამ აი ესეთი გაუვალია, რთული სავალი არა იმდენად, რამდენადაც ხელი შემშლელია ძალიან ბევრი მცენარეულობა, მათ შორის ეკლიანი მცენარეულობა. აი ეს მცირე სენაკი, რომელიც უკვე ჩამოინგრა, აი ეს ჩამონგრეულსაც ხედავთ, რადგან შემადგენლობა არის აი ეს ქვა, რიყის ქვა და გამშრალი ალიზი, ანტიხა. სანამ ალექსანდრე ზედამხარეს ეძებს, მე გადავწყვიტე, წამოვიდე და ქვედა ნაწილი დავათვალიერო, თუ შევძლებ სვეტთან მისვლას. წესით მიმართულება სწორი არის. რა თქმა უნდა, არანაირი ბილიკი, არანაირი ნიშნული არ დგას. ნახოთ აბა, მივალთ თუ არა. ციცაბოზე და არაკომფორტულ გზაზე ჩამოვედი, არაკომფორტული გზა არის, იმიტომ რომ აი სულ ასეთი ქვებისგან შედგება და ძალიან ცურავს, ფაქტობრივად მყარად ფეხს ვერ დგავ, ვერც ერთ ნაბიჯს და ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ალექსანდრეც არ ჩანს და არ ვიცი რა ბედი ეწია. ის წავიდა ქვედა რაღაც სვეტია, ბუნების ძეგლი იმის სანახავად. ხო და გამოვყევიო და საფეხურებს მივყვები თუ ნაფეხურებს, რომელიც მე მგონი ეგ არის კი. აი ეს ეგეთ აი ესე გავიშალეთ და იმედი არ დამეკარგება ტყეში. აი ვიპოვე ხალხო, ვიპოვე დაკარგული. ესე იგი აი შეხედეთ ბუნების ძეგლი, შემდეგ უფრო კარგად გამოჩნდება. როგორ მაგრად არის? ვედი გამოქვაბულიც არის, ხო? აი, ისიც ვიმორდიალეთ. აი ესეთი სვეტია, ბუნების ძეგლია. აღარ ჩანს აქედან, მაგრამ შემდგომში იქიდან უფრო გამოჩნდება, მოვლით გვერდიდან. ეს არის დაახლოებით 15 მეტრიანი კონგლომერატი და რა არის თვითონ ეს გეოლოგიური კონგლომერატი? არის ქანი, რომელიც შეიქმნა 2.5 მილიონი წლის წინ და ძირითადად შედგება, როგორც ხედავთ, პატარა და დიდი რიყის ქვებისგან და არის ბუნებრივად შეცემენტებული, შედუღაბებული თიხით, ქვიშით და აი არის ასეთი წარმონაქმნი, რაც საქართველოში სხვათა შორის საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა ერთი დიდი მინუსი აქვს ამას, ძალიან მარტივად იშლება. და შესაბამისად, სავარაუდოდ უფრო დიდი და მასიური იყო ეს ადგილიც თავის დროზე და ალბათ რამდენიმე საუკუნეში კიდევ უფრო ჩამოიშლება. შიგნით უნდა იყოს შესასვლელი და უნდა იყოს ოროთახიანი გამოქვაბული. შევიდეთ ახლა ვნახოთ. არ ვიცი. აქედან შესვლაზე ეჭვი მეპარება.
თუმცა ვნახოთ. უბრალოდ ძალიან სრიალებს ეს და აი მე რა როგორ ის არის შესასვლელია ნახე ჩამოშლილია და შეძრომა შეიძლება კი რისთვის ვართ მოსულები რომ შევძვრეთ აუ რა მაგარია ნახე მაგრამ ნახე რასაც დაუბასულ ჩამოშლილია შეხედე ეს არის გზა, სამხედრო გზაქვევი, რომელსაც გავდივართ ყველანი და იქით რა კარგია ღმერთო. მოდი შემოიჭყიდე. მაგრამ ძალიან არის ჩამოშლილი. ჩამოშლილი კი არის, შეხედე. ეს ამოშენებულია, ნახე? ნუ ეს შემდეგ ამოაშენეს. ეს ხო, ეს არის აშკარად გამყარებული, ამოშენებული. აი ეს არის ხო, ეს არის ჩამოშლილი, შესასვლელი იქიდან იყო სავარაუდოდ. ნახე და ქვევით ზევიდან აი ეს ადგილი. ნახე? ანუ ცეცხლი. ხო, ცეცხლს ანთებდნენ. უნდა შეძრეს. აუცილებლად. თუმცა ფეხებით წინ სავარაუდოდ. აბერტ გამოიხედე. აი. რამდენი კაცი დაეტევა? მჭიდროდ 8. 8 კაცი. ხო, მაგრამ იცი რა არის? აღწერაში ეწერა რომ ოროთახიანია და აი ეს რა, აი, ეს რა არის? შესაძლოა? აი, შეხედე? გვერდზე. არა, არ არის შესასვლელი, ის არის. ამოქექილია რაღაც. უხარი იყო? არ ვიცი. ორთახიანი აშკარად არა. კარგია. მე კმაყოფილი ვარ. აქედან ჩანს კიდევ აი იქით ფერდობზე არის ძალიან ბევრი გამოქვაბული, რაც დრონის კადრებშიც ჩანდა. იმედია წვიმა დაგვაცდის და შევძლებთ სრულად ამ მარშრუტის გავლას. ახლა განვიხილავთ აი ეს გამოქვაბული რომელიც ჩანდა, აი ეს არის აი აქ, რაც დააჭირე კაც. აი, ჩანდეს სადღაც. ხო, ეგ არის, ეხლა ვარ ჩვენ აქ. ბილიკი არაფერი არ არის, უბრალოდ არც ერთ რუკაზე სალაშქრო თუ ზოგადად ელფ რუკაზე არაფერი, უბრალოდ უნდა ჩავიდეთ თუ ფერდს გავყოთ. იცი არის შეიძლება ცოტა ჩავიდეთ 1-5 მეტრით მეტით არა, იმიტომ რომ ის ოდნავ დაბლა არის ის გამოქვაბულები, ვიდრე ეს სვეტი. მაგრამ მე შეიძლება გაგიჭირდება ამოსვლა ძალიან. რა ვიცი, შევხედოთ რა, როგორ იქნება, როგორ წარიმართება და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ. მოდით ნახოთ. წავედით, აბა მობილიზდი. წავედით. აი, ქვევი კაცაა რაღაც. რაღაცა ჩადის გვირაბილით.
ამოდით. ნახე. ვაა. შენ ქვევით ხوار გენახა. დიდია. იცი რა არის, ჩამოყრილია ძალიან და შესაბამისად არ ჩანს, მოიცადე. ცოტაში ჩავალ კიდე, უბრალოდ ძალიან იშლება მარტივად. იმედია დათვი მგელი მელატურა არ გამოვარდება. ერთი წამით მივანათო. აუ, ალექს. რაღაც არის კიდევ იქით. ჩამოდი რა. ჩანთაში სანათი მაქვს და აქ ხوار ამოვდივარ, ძევით, შეხვევით. არ ვიცი, ჩამოდი და ვნახოთ. აი ეს ქვევით ჩამოვედით და აი აქ არის ძალიან საინტერესო საცავი, შეიძლება იმალებოდნენ კიდეც, მაგრამ გონია რომ შესანახი იყო სანოვაგის და ასევე არ არის გამორიცხული, აქედან, აი აქედან შეიძლება წყალსაც აგროვებდნენ. არაფერი არ არის გამორიცხული, რომ გასასვლელი არ აქვს. ვერავდივართ. ავდივართ. ეხლა აქედან გადის იქ გვერდზეც. ქვევითაც. ისე რომ კლდეც არ დავაზიანეთ, ნახე, რას ვამბობ მე, შეხედეთ, აი, თხილად. ეს რა თქმა უნდა, ეს არის. შეხედეთ როგორი მასალა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვინც მოვა აქ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ რომ არ დააზიანოთ გარემო, რადგან ეს თიხნარი მიწა არის, რა ვიცი, მილიონი წლების ნამი. რა თქმა უნდა, ამას ხალხი აქტიურად იყენებდა, მაგრამ დღეს ასე არ არის და თუ როდესმე რამე გაკეთდება, აუცილებლად უნდა გაკეთდეს შესაბამისი უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. სხვა შემთხვევაში ესეთი მსგავსი გამოქვაბულები დაიშლება. კაი, როგორ ავდივართ, აბა? ან ასე, ან მეორე ვარიანტია, ან აქედა. მე უფრო მაგ ვარიანტს ვემხრობ. ნახე, მარცხენა მუხლი რო დადო იმ გამოწეულზე. ფერი ხელში მოყვება. ერთ-ერთი გასია შენ აქსვა. და მე შენ მომეხმარ. და მე ჩამოსვლაზე რა შვებით? აა, ჩამოსვლი ჩამოფორცხებით. მე უფრო ჩამოსვლა მიჭირს ხოლმე, ხო იცი? მე ჩამოვაყიდი. მოდი. გამარჯობა, ალექსანდრე. გამარჯობა. მე გადავიღებ აქ და მე ვიდეოგიც გამოგიგზავნი. ან უყურე გადაცემას და გაიგებ რა მოხდა გამოქვაბულში. ესე იგი, აქ გვაქვს აი ასეთი ფორმის მომრგვალებული ღრმული, რომელიც შეიძლება საცეცხლეც ყოფილიყო. ან რამის შესანახი ადგილი, იმიტომ რომ საკმაოდ მრგვალია. აქეთ გვაქვს ნიშივით რაღაც ადგილი. აქაც ეტყობა ცეცხლის კვალი. საოცარი ხედებია აქედან. ყველაზე დიდი ოთახი ეს არის. არ ის გამორიცხული რომ ქვეშ კიდევ რაღაც იყოს, ისეთ იყო რომ ხმა აქვს. აი მე ძალიან კარგია. ვართ ძალიან სუფთები. კიდე კაი, ფეხსაცმელი შესაბამის ჩავის. ვიბორტყიალეთ ბევრი, ვიბორჭყიალეთ თუ რავი, სხვადასხვანაირად ყველაფერი ვქენით.
და პატარა ამბავი თუ რას უკავშირდებოდა ასეთი მსგავსი გამოქვაბულების, ანუ ქართულად ხშირად გვიყოლეთ ქვაბების გამოთხრა კლდეებში. რომელიც ბოლო ბოდიში შეგაწყვეტინებ, უამრავი აი ამ ფერდობის გაყოლებაზე ძალიან ბევრია. ზოგი გზიდან ჩანს, როგორც მაგალითად ამის ნაწილი, ამის მხოლოდ პატარა ნაწილი ჩანს. და ამის შემდეგი ჩანს ძალიან ბევრი. და აი აქ რო შემოდიხართ შიგნით, კიდევ უფრო მეტი ჩანს. ხო, რა თქმა უნდა. მის დანიშნულებას ეს იყო, რომ თლად ესეთი ხილვადი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან ხშირად, როცა ინფორმაციას ვკითხულობთ ახლა ამ ქვაბებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ადამიანი, ახ მეცნიერებზე არ საუბარი ადამიანს წერს, რომ ეს იყო ბერების გამოქვაბული, მესვეტეების და ასე შემდეგ. კი ბატონო, მსგავსი შემთხვევაც იქნებოდა და არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთი მათგანი იქ იყო ამ კუთხით გამოყენებული, განსაკუთრებით მე-5, მე-7 მე-8 საუკუნეში, როდესაც ეს ხდება პოპულარული, აი კაცხის სვეტის ამბავით დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება, მაგრამ ამ გამოქვაბულების მთავარი მიზანი იყო ძირითადად ორი. ეს იყო პირველი, იყო სახიზრები და სამწუხარო ჩვენი ისტორია მითუმეტეს აქედან ამ გზიდან გამომდინარე ხშირად უწევდა მოსახლეობას, უნდა ყოფილიყო სახიზარი მაქსიმალურად მიუდგომელი და ძალიან კარგი თვალთახედვის არენა უნდა ქონოდა და მეორე ეს იყო და ასე ვთქვათ სამხედრო თვალსაზრისით გამოსადეგი ადგილები, როდესაც ხდებოდა დაზვერვა, ვთქვათ, თვალთვალი და ასე შემდეგ, მით უმეტეს, როცა არაგვის ხეობაზე გვაქვს საუბარი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს მთავარ კარიბჭეს და ერთადერთი გადმოსასვლელი იყო ძირითადად ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აქედან გამომდინარე ამ გზაზე მსგავსი გვაქვს ბევრი, ან კოშკი, ან ასეთი გამოქვაბული. ასე რომ შეიძლება ყველანაირი ყოფილიყო და ამაში ეს კონკრეტულად დარწმუნებული ვარ, რომ იყო გამოქვაბულები, სახიზარი და სათვალთვალო და ძალიან ბევრი ცეცხლის კვა, დიდხნიანი ცეცხლის კვალი ჩანს და მგონია რომ ალბათ მე ვახტანგ გორგასლის პერიოდის მერე მოყოლებული, როცა ამ გზამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ეს სახიზრებიც არსებობს. ახლა რა დადგა ის მომენტი, როდესაც ირინეს არითმიამ იჩინა თავი, როგორც კი დავფიქრდი, რომ აღმარცე უნდა ვიარო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მე ფეხით ვეცდები ქვემოთ 200 მეტრია ვერტიკალზე შესასვლელი, ანუ მარტივი მე არ ავირჩევდი ამ გზას. მე ავალ აი 35 მეტრს ავწევ ზევით. და შევხვდებით ქვემოთ აი ცენტრალურ გზაზე. იმედია. აბა მომავალ შეხვედრამდე. ჩართული კონდეს. აბა ვინ ჩავა უფრო სწრაფად? ხო, არა, მე უნდა ავიდე, ალბათ მე ჩავждე მანქანაში და რავი. მოდი, ჯეირანი ვიტებაში კი არა, ვინ მოასწრებს? კარგი, ხო იცი? მოიც, ვინც მოასწრებს? თავქოდ მოგლეჯილი გავიქცევი აქედან. არა, თავი ვინც მოასწრებს რა? არა, ვინც წააგებს, იმან დღეს გადაიხადოს დაპატიოს მეორე ხინკალზე. კარგი. თავარია ხინკალი ვჭამო და ვინ გადაიხდის სურათია? ვიდი, კადენი გადახდილი, წავიდე. უნდა ავასწრო. აი ესეთი საკმაოდ ციცაბოა. მან ცოტა დავჩი მე მგონი მანქანამდე. როგორც გადავწყვიტეთ, მე წავედი ქვევით, ალექსანდრე წავიდა ზევით. ჯერჯერობით მივდივარ და ჯერჯერობით გზა ჩანს. თან უფრო და უფრო მანქანების ხმა მესმის, რაც მახარებს. ვაი. ესე იგი, ვუახლოვდები გზას. კი, ძალიან დამრეცია, როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, ამიტომ ცოტა ზიგზაგებით მიწევს სიარული. თუმცა, რუკაზე რომ ვუყურებ, უკვე სადღაც გზის მე-13 გავლილი მაქვს. წესი ძალიან ცოტა დამრჩა. აი, რუკაზე რო შევხედოთ, ცოტაც და გავალ სადღაც აქ. მოვდივარ აი აქედან. იმედია ეზოში ავიძაღლიან რამე არ იქნება. ან შემოღობილი არ იქნება ეს ეზო. ძალიან ლამაზი ტყე კი არის ნამდვილად. მალე ვიავედი მანქანაში. და მოგეთ ეხლა უნდა დავეშვა. იმედია მოვასწრებ. ძალიან დავრეცი იყო. აი უნდა მოვასწრო, მალე ტრასაზე, ანუ ასფალტზე გავალ.
აბა თუ მოვასწრებ, წესით უნდა მოვასწრებ. ამჩა ერთი წუთი. ცოტა გაუვალობა შეინიშნება. ვაიმე. მაგრამ რამენაირად უნდა გავძვრეთ. აქაც თავარია, ეკლები არ არის. ჭინჭრის არ მეშინია. უბრალოდ ქვემოთ არ ვიცი რა ხდება. იმედია არ წყდება გზა და სადმე კლდის თავზე არ აღმოჩნდები და უკან არ მომიწევს წასვლა. იცით როგორ ვარ? საშინელებათა ფილმებში რომ არის ხოლმე, რომ ვიღაც რომ დაიკარგება ტყეში და რაღაც ახლოს როს გზის ხმა ესმის და გარბის. აი ეგრე ვარ უკვე დაახლოებით. ალბათ აქ რო გავალ, თუ ვინმე დამხვდა, შოკში იქნება ხალხი ეს საიდან მოვიდაო. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აქ ადამიანის ფეხი არასოდეს არ დადგმულა. აი სად ვარ. აუ რა რაღაც ეკალებია ბოლოში და გადაღობილია. აბა დავურეკოთ ალექსანდრეს. ალექს. აუ, ჩამოვედი, სად ხარ? აბა, ნუ მე აფერისტები ძალიან კარგად ხედავ რომ არ ხარ არსად. აი. მოკლედ, ხინკალი შენზეა, კარგად. არა, მოიცა. აგერ მოიცა, ერთი წამით, შენ სად ჩამოხვედი? იცი რა არის, აქ შემოღობილია და სავარაუდოდ ვერ შემოხვალ. აბა, მე გამოდი, გარე ტრასაზე ვარ, აი. ვერ გამოვდივარ, შემოღობილია. შენ კიდე მოძრაობ, ნუ აფერისტობ. კაი, გავჩიშე, წავედი. აი, ვითომ რომ ჩამომასწრო, სინამდვილეში კიდე მოდის აქამდე. გზამდე იყო, ნათქვამი, გზამდე. არა, გზამდე. რა ძაღლის გაშინოდა კაცო? აჰა, სათქო სააგენტოსთან ჩამოვიდა. დაგვაწვიმდა. მოიცა რო არ დასველდეს ეს მიკროფონი. ო, ჩვენს უკან ხედავთ იმ კლდეებს, სადაც ახლა ვიყავით. კიდევ კარგი რომ ჩამოვასწარი იქიდან, თორე იქიდან ნიაღვარი რომ წამოვიდე და წყალი ჩამომიტანდა. მოგეთ ხინკალი წავაგე მე, მაგრამ სინამდვილეში გრანდე მე მოვასწარი, მაგრამ კაი, შენ მოიჯანდა მას, ხო, ნუ ძაღლი იყო, მოკლედ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ რაღაცები ქონდა დაგეკბილი, დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გამოდიოდა, მაგრამ ახლა უკვე საინტერესოა, უბრალოდ დღეს ამ ეტაპზე უნდა შევაჩერო ჩვენი გადაღება, რადგან დაგვაწვიმდა ძალიან მიმატებს წვიმაც და მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, მანამდე უნდა გიცხათ ერთი მნიშვნელოვანი რამ. მოიწონეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ და რაც მთავარია, ჩვენ ვეძეთ პარტნიორებს და სპონსორებს. რადგან გვაქვს ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი იდეა, რომ ნახოთ ძალიან მაგარი და უცნობი ადგილები. დასველდა კამერა, ალექსანდრე. აბა, დროებით. წავედით.